მართლ ოლიგარქიაში ატეხილ შინაომთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო, რომ სხვილ ბიზნესზე დიდი მტერი საქართველოს არ ყავს, არ ყოლია და არ ეყოლება. სწორედ მათ მოსპეს საარსებო სივრცე ჩვენი ხალხისათვის. მათ მიითვისეს ჩვენი ანაბრები, განადგურეს სამუშაო ადგილები, დაგვიწესეს მათხოვრული პენსიები, არაადამიანურად დაგვიძვირეს განათლება, ჯანდაცვა, შუქი, გაზი, პური, წამალი, მოსრეს საშუალო და წვრილი ბიზნესი. მიტაცებული მილიარდები გაიტანეს უცხოეთში და დააბანდეს ოფშორულ ზონებში. დღეს მათ დარჩათ ერთადერთი გამოსავალი. შექმნან გადარჩენის ფონდი, დაიწყონ წაღებული ქონებისა და სიმდიდრის უკან დაბრუნება, უარი თქვან პოლიტიკურ ძალაუფლებაზე და დაბრუნდნენ ეკონომიკაში. ყველა სხვა შემთხვევაში მაფიაში ატეხილი შიდა ომი თავდება ერთ-ერთი მაფიოზური დაჯგუფების გამარჯვებით. ჩვენ ეს უკვე ვნახეთ, ჩვენ ეს უკვე აღარ უნდა დავუშვათ. რა განსხვავებაა ახლა ბიძინა ივანიშვილსა და იგივე ხაზარაძეს შორის? ივანიშვილმა მოახდინა პოლიტიკის და საქართველოს პრივატიზაცია, ხაზარაძემ 30 წელი არაადამიანური საბანკო პროცენტებით ძარცვა ჩვენი ხალხი, გამოასახლა ბინებიდან, დაატოვებინა ქვეყანა და დატოვა გამოორტყავაში. რა განსხვავება ამ ორსა და ვანო ჩხარტიშვილის შორის, რომელმაც მიითვისა ჩვენი მილიარდიანი ანაბრები და შემდგომ უკვე დაიწყო ფაქტურად სახელმწიფოს მართვა, იყიდა რა ხელშეუხებელი ციხესიმაგრე ლონდონში, საიდანაც ის უკვე იძლევა სახელმწიფო მითებს. რა განსხვავება აი ამ დასახელებულებსა და თოფაძე ტყებელაძეს შორის, რომლებიც მოვიდნენ 25 წლის წინ პოლიტიკაში 100 მილიონით და წავიდნენ მილიარდერებად. რა განსხვავება ყველა აი ამ პერსონასა და ოქრიაშვილის შორის, რომელიც 5 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია და რომელიც ყოველ დღე აძვირებს, სწამლებს იმ დონეზე, რომ ამომწყობს მისი ყიდვა აღარ შეუძლია თუ სახლი არ ჩადო საბანკო კაბალაში. რა სიმპათია შეიძლება ჩვენ გქონდეს ტელეკომპანია იმედის დირექტორ რუხაძის მიმართ, რომელსაც აჩუქეს პენსიონერთა ლიბერტი ბანკი და რომელიც ჩვენი პენსიონერების, ჩვენი ბებიებისა და პაპების ძარცვით შოულობს მილიარდებს და მე ამ ტელევიზიიდან აფქვევს ათასნაირ სიცრუეს და სიღარიბეს. რა სიმპათიები და თანადგომა შეიძლება ჩვენ გამოვხატოთ კალაძეს, იმ კალაძეს, რომელმაც გაზით დახოცა, ჰიტლერი ოსვენციმში ხოცავდა გაზით ხალხს. ამან დედაქალაქში მოაწყო ოსვენციმი და რომელმაც მთელი ქვეყნის სიმდიდრე ჩაიგდო ხელში ივანიშვილის შემდეგ რეიტინგით მეორეა. რა სიმპათიები შეიძლება ჩვენ დაუდასტუროთ მშენებელ ბიზნესმენებს, ეგრეთ წოდებულ ოდიშარესა და სულაიას, რომლებმაც კალაძე ივანიშვილთან ერთად მთელი ირანი და არაბეთი ჩამოასახლეს აი აქ თბილისში. რის გამოც საქართველოს საბოლოოდ ემუქრება სახის დაკარგვა და გადაქცევა ისლამური სამყაროს დანამატად. თავიანთი ეგრეთ წოდებული ბიზნესის გამოქნას ეს ყველაფერი. რა სიმპათიები შეიძლება გამოუცხადოთ მაკრახიძეს, გორის მილიარდერ მაჟორიტარ დეპუტატს, როცა გორის შიმშილით იხოცება, ნაწილი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი, ნაწილი უცხოეთშია გაქცეული, ნაწილს ვაში ულპება და სამთეთრად ვერ გაუყიდია და მთელი სანათესაო ბიზნესი და მთელი ტენდერები აი ამ მაჟორიტარმა ჩაიგდო ხელში. რა სიმპათია შეიძლება გამოუცხადოთ ჩვენ დეპუტატ შიოლაშვილს, რომელმაც 400 ჰექტარი მიწის ნაკვეთები გადაიფორმა კახეთში თავის თავს. ანუ ეს არის ბანდა, ამ ბანდას გამოასწორებს ერთადერთი რამ, პოლიტიკიდან მათი ჯოხით, კინწისყრით გაყრა და გარეკვა. და მე ვისაც ინტერესია ბიზნესის და ეროვნულობის რაღაც ელემენტი შემორჩენია, ის დაიწყებს სამუშაო ადგილების შექმნას, დაიწყებს გადასახადების გადახდას, დაიწყებს იმის დაბრუნებას, რაც აიღო და არ ეკუთვნოდა და სხვა შემთხვევაში ამას ხალხი გააკეთებს. ისინი ხალხისთვის სხვას ვერსად ვერ გაექცევიან. ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და ჩვენ ყველა ზებრაში გამოაცხადოთ ინტერპოლით. ყველას ანგარის გავყინოთ უცხოეთის ბანკებსა და ოფშორებში. და ბოლო კაპიკამდე, ბოლო თეთრამდე მოატაინებთ ყველაფერს იმას, რაც აიღეს და რაც არ იყო მათი საკუთრება და მათი უთმობა. აი ამ ბანდა
თვითონ გამოჩხრება თავისი კვლევა. თვითონ გააბა საკუთარი თავი მახეში. ისტორიის ყველა ეტაპს. ჯერ გამოჩხრდეს ედუარდ შევარდნაძე აფინანსეს, გადააქციეს ყველა შევარდნაძე მილიონერად, მათ დაამატეს შევარდნაძის სიძეებიდან ძახლები და საბოლოო ჯამში მათ დარჩათ ის, რომ მოიყვანეს სააკაშვილი, რომელმაც ასევე დაუწყო პარსვა. სააკაშვილის შემდეგ მოიყვანეს ივანიშვილი, რომელმაც ასევე დაუწყო ახლა დაჭერა, დაპატიმრება, რეპრესიები და უკურთეს ყველაფერი. ასე იქნებოდა, მეგობრებო. როდესაც თქვენ აფინანსებთ მარტო სახელმწიფო ძალას, ის სახელმწიფო ძალა აუცილებლად ჩერჩავს. როდესაც თქვენ არ აფინანსებთ ოპოზიციას, და როდესაც მარტო აცილირებთ ერთ სახელმწიფო ცენტრს, ეს სოფლიო კანონია. სოფლიოში არც ერთი მსხვილი ბიზნესმენი არ წავა ერთი ძალის გაძლიერებაზე, იმიტომ რომ ის ერთი ძალა მე მას სასოფლიო განაჩენს გამოუტანს. ის აკეთებს ბალანსს ისეთ პოლიტიკურ გარემოს ქმნის ქვეყანაში, რომ პარტიებმაც აკონტროლონ ერთმანეთს და ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლოს ქვეყნის ამ ბიზნესის შეჯვმა. რამდენი წერილი გვაქვს გაგზავნილი ჩვენ იგივე ხაზარაძესთან იმის თაობაზე, რომ გვეკუთვნოდა საარჩევნო კრედიტი კანონით და მოეცათ ეს კრედიტი. ოფისაც კი ვუდებდით გარანტიაში. და მივიღეთ რა? მივიღეთ გაყალბებული არჩევნები, მივიღეთ ის რომ პარლამენტში არ შეგვიშვეს და ერთი კაპიკი კრედიტი, რაც კანონით გვეკუთვნოდა, არც ხაზარაძე და არც ერთმა ბანკირმა არ გასცა, იმიტომ რომ ეს აუგზავნა ივანიშვილმა. და დღეს ივანიშვილი მათ აღჭურს. და დღეს უნდა რომ მათ გვერდით დაუდგეთ. არა ბატონო. თქვენ ყველანი ივანიშვილის თამადობთ. ერთიანად უნდა წახვიდეთ პოლიტიკურ ჯოჯოხეთში და აბოთ პასუხი. აი ეს არის სამართლიანი ვერდიქტი და ეს ესე მოხდება. მადლობა.